რაც შეეხება გასამართ ღონისძიებას, ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება წელს გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც 13 ივნისს აიღებს სტარტს ბუდაპეშტში. თვითონ გუნდის მდგომარეობა ჩემთვის დამაკმაყოფილებელია და ყოველთვის ყველა ღონისძიება, სადაც მივდივართ, მგონია, რომ ის იქნება ის ღონისძიება, რომელიც ჩემს სურვილებს და ოცნებებს მაქსიმალურად დააკმაყოფილებს. იგივე განწყობა მაქვს დღესაც. იგივე ჩემთვის დამაკმაყოფილებელ კონდიციაში არის გუნდი და ვფიქრობ, რომ დღეს გუნდს ბრძოლა შეუძლია ისე როგორც ადრე. დანარჩენი უკვე ყველაფერი პროცესია და გამოჩნდება. როგორც მინიმუმ ყველა წონით კატეგორიაში მედალი, ყველა წარდგენილი სპორტსმენის მედალი და რა თქმა უნდა თუ ყველა ოქროს მედალი იქნება, ეს ფანტასტიკაა, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიქნები რეალისტი და გქონდა 2 ოქრო მაქსიმუმ მსოფლიოს ჩემპიონატებზე და მინიმუმ 3 ოქროთი ვიქნები კმაყოფილი. ვეცდები, რომ გასაგები იყოს ჩემი ახსნა ლაშა ბექაურთან დაკავშირებით. არის ესეთი რამ, რომ ყველა სპორტსმენი არის ინდივიდუალური, როგორც ყველა ადამიანი, მოგეხსენებათ და ლაშა ბექაურიც არის სუფთა განწყობის ხასიათის ჯუდოისტი, თუ ხო, სპორტსმენი. მოკლედ და ლაშა ბექაური თუ არ არის განწყობილი, თავის თავს თუ არ გრძნობს, შესაბამისად ჩვენ თუ არ ვიგრძენით მწვრთნელთა საბჭომ, მისმა პირადმა მწვრთნელმა, იმ ადამიანებმა, ვინც მის წარმატებას ქმნის და უშუალოდ თვითონაც ლაშამ, არ შეიძლება ლაშა ბექაურის ნაირი სპორტსმენი საგორაოდ გაიყვანო ტატამზე. როცა ის მზად არის, როცა კონკრეტული მიზანი და სურვილი აქვს, კონკრეტული შეჯიბრებებისთვის ემზადება და კი რო გამოდის, კი ვხედავთ რასაც ჩვება და მივცეთ ამ კაცს ამის საშუალება, მოგცეს გულშემატკივარმაც ჩვენც ამის საშუალება, მესმის, მე ყოველ დღე მინდა ლაშა ბექაურის ტატამზე გამოსვლა ვიხილო. მე ყველა ღონისძიებაზე მინდა რომ ლაშა იყოს, მაგრამ ადამიანები ვართ, რესურსია, мотивация არის, განწყობა არის, ძალიან ბევრი რამე უშლის ამ ყველაფერს ხელს და იმ კონკრეტული მიზნისთვის, რომელიც ლაშას ერთადერთი ტიტული, რომელიც ოქროს მედალი არ აქვს მსოფლიო ჩემპიონატზე, დღეს ის მოტივირებულია, იგრძნობა რომ მას ეს უნდა, ამისთვის შრომობს, ყველაფერი რაც კი ამ მიზანს მიახლოვებს, ყველაფერს აკეთებს და ფაქტიურად იმ დღეს, როცა ის ტატამზე გავა, ვფიქრობ, რომ ის ამ ყველაფრის რეალიზებას შესძლებს. რაც შეეხება ლუკას ასე თუ ისე შეფასებულ დაბრუნებას, მე ვფიქრობ, რომ ლუკა საკმაოდ ღირსეულად დაბრუნდა. ფაქტიურად ამ დონეზე ესეთი განაცხადებით, ამდენი ხნის პაუზის შემდეგ სპორტსმენები ვერ ბრუნდებიან. ეს არ არის რაღაცა ისეთი სპორტის სახეობა, სადაც ესე ჩაგდება და მარტივად დაბრუნება შეიძლება. ძიუდოა, ცოცხალი პროცესი მიმდინარეობს და ერთი წლით ჩამორჩენა ფაქტიურად უშეჯიბროთ, უშეკრებოთ ძალიან აზარალებს სპორტსმენებს და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ლოგიკური და ძალიან ოპტიმისტური ხასიათი მაქვს და განწყობა მაქვს მაგასთან დაკავშირებით, რომ კვლავაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიხილავთ ქართულ ფინალს მსოფლიო ჩემპიონატზე. მე მესმის საფუძველი, საიდან შეიძლება რომ ეს შეფასდეს, რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატი ამ ყველაფრის გამსაზღვრელი, იმიტომ რომ ევროპაზე დარჩა უმედლოდ ლუკა და ეს მეც ჩემცაც აწყენია, მაგრამ არა უშავს, ყველაფერი რიგზე ჯამრთელად არის რაც თავარია და ლუკა ისევ თავის სიტყვას იტყვის. ზაურ დვალაშვილმა შეძლო და დაიმსახურა ღირსეულად 91 კილოგრამში ტატო გრიგალაშვილთან ერთად ასპარეზობა, ეს ძალიან დიდი პასუხისგებლობაა, ცალკე აღებული ეროვნული ნაკრების ღირსების დაცვა და ცალკე აღებული ის, რომ ტატო გრიგალაშვილის წონა 91 კილოგრამში სამგზის მსოფლიო ჩემპიონი არის ტატო გრიგალაშვილი და ამ წონით კატეგორიას ვაურებთ. ესე იგი, ძალიან ღირსეულია, საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება, მისი ძიუდო მაღალ დონეზეა უკვე. და რა თქმა უნდა, ზაურ დვალაშვილის შემთხვევაშიც აუცილებლად მედალი იგეგმება. ამ ბიჭების, სპორტსმენების ესე ტიტულებით დახასიათება და შესაძლებლობებით მე მგონი, რომ სხვანაირად არ გამიგოთ, მე უხერხულება, იმიტომ რომ ყველაფერს თავიანთი ისტორია ცემს პასუხს. რა თქმა უნდა, ჯამრთელები არიან, მე რაც შემიძლია შევაფასო, მე როგორც მწვრთნელი ვადასტურებ, რომ ის ეტაპები, რომელიც დაგეგმილი იყო პირნათლად, პატიოსნად შეასრულეს და გაიარეს, სარდალაშვილიდან მოყოლებული თუ შიშვილამდე დამთავრებული ყველა წონით კატეგორიაში და ის რომ ესენი მზად არიან საბრძოლველად, მე ვადასტურებ.
რა თქმა უნდა, შავემ ძალიან დიდი როლი ითამაშა ქართულ ძიუდოში. თავდაუზოგავი შრომა რო გამხდარიყო მოდური ნაკრებში, ეს შავის დამსახურებაა, რა თქმა უნდა. და ეს პროფესიონალური მიდგომები კიდევ სადღაც უფრო უკეთესად და ხარისხებში სხვადასხვა სპორტსმენები იმეორებენ ამას, რა თქმა უნდა, შავის მაგალითზე. და ერთ-ერთი მინდა გამოვყურო, ეს არის გიორგი სარდალაშვილი, რომელიც 100%-იანი სპორტსმენია, 100%-იანი პროფესიონალური მიდგომები აქვს ძიუდოსთან მიმართებაში და უბრალოდ მისი ყურება ჩემთვის ბედნიერება, რომ არსებობს ესეთი სპორტსმენი მოწესრიგებული, ზომიერი ემოციებით და ზომიერი სენტიმენტებით. ვფიქრობ, რომ საუკეთესოა. პირადად ჩემი მიდგომები კენჭისყრასთან მიმართებაში საერთოდ გამორიცხული არ ვიხარჯები, იმიტომ რომ მე მწამს და მჯერა და გუნძეს დაჯერებული მაქვს, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაგიჯდება ბადეში, ვინც არ უნდა იყოს ყველაზე მოსაგებია და ყველასთან უნდა მოვიგოთ, იმიტომ რომ მედალი გვჭირდება და გამარჯვება გვჭირდება. რა თავში, რა ბოლოში, მაინც ძლიერი წასაქცევია მაინც. ეს ერთი და რაც შეეხება თვითონ საუბარს, რა თქმა უნდა არის. ადამიანები არიან, ზოგს ცდუნების საშუალებები აქვს, ზოგს თვითკმაყოფილების გზნობა და ამნაირ გუნდს, ამნაირ ტიტულოვან სპორტსმენებს მარტივად შეიძლება რომ ეს შეეყაროს და დაემართოთ, რომ იყვნენ კმაყოფილები, სადღაც საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობები, მაგრამ მუდმივად ჩვენ იმისთვის ვარსებობთ მწვრთნელები და მწვრთნელთა საბჭო, რომ ის რიგი პასუხისმგებლობები, რომელსაც საკუთარ თავზე იღებენ სპორტსმენები, არამც თუ არ აიღონ, არ ავაღებინოთ და მაგ პასუხისმგებლობა ვზიდოთ ჩვენ, რომ ისინი იყვნენ მუდმივად სპორტულ წყობში. მაგალითად, ძალიან მრავალმხრივად განვითარებული გუნდია, როგორც ძიუდოზე მიდის ჩვენს გუნდში საუბარი, ისე შეიძლება ხელოვნებაზე მღეროდნენ, ეჯიბრებოდნენ, რაღაცას ახალს იძიებდნენ, რაღაც ახალ საკრავებზე უკრავენ, ძალიან ბევრი სპორტსმენია. არიან სპორტსმენები, რომლებიც არიან კიდევ დაინტერესებული ამ ბუნებასთან ურთიერთობით. მაგალითად, ეხლა ახალი რაღაც აღმოაჩინო გუნდში, თითქმის ნახევარზემეს თევზაობა უყვარს და თევზი გვაქვს, მობრძანდით გეპატეშებით ძალიან ბევრი და იჭერენ და ერთ ამბავში არიან და ესე რომ რაღაცა ის დათრგუნული და ჩაკეტილი და მსოფლიო ჩემპიონატისთვის კონკრეტული მზადების რაღაცა ის რომ დავეხმარო გუნდს რომ ფსიქოლოგიურად არ დაიტვირთონ მსგავსი ემოციები მე არ გამაჩნია, იმიტომ რომ ძალიან თავისუფლები არიან, ძალიან ლაღები არიან, იუმორით სავსე ბიჭები არიან და პლუს ამას კიდე არიან გუნდს მიღმა ბიჭები, სპორტსმენები, რომლებიც რეალურად მხიარულ ამინდს რო ქმნიან და განწყობას ქმნიან გუნდში და მინდა გამოვყო მაგალითად საბა ინანეიშვილი, გიორგი სარდალაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი და არიან ისეთი ბიჭები, რომლებიც თვითონ იმ კონკრეტულად პირადულში ვინც ემზადება პირად ასპარეზობისთვის მაქსიმალურ კომფორტს ქმნიან და ისეთი ჰარმონიაა დღეს ქართულ ძიუდოში, რომ ეს საკმარისია. ნუ როგორც ტრადიციულად გუნდურ ასპარეზობებში, როცა იყო ვაჟთა ნაკრები, ძალიან სტაბილურად გამოდიოდა ქართული ძიუდო, შერეულ მიქს ტიმს, რომელსაც დღეს ეძახიან ვაჟების და ქალებით დაკომპლექტებული გუნდი, უკვე ძალიან ბევრი ტიტულის მქონე გუნდია უკვე ეს საქართველოს ნაკრები, გვაქვს ევროპული თამაშები მოგებული, გვაქვს ორჯერ ევროპის ჩემპიონატი მოგებული, გვაქვს რამოდენიმე მსოფლიოს მედალი და ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ასპარეზობა, რა თქმა უნდა, გვიადვილებს ის, რომ ჩვენი მებრძოლი ხასიათი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ გოგოებმა გადატეხეს ის ნავსი, რომელთაც ბრძოლის უნარი დაანახეს. არამც თუ მარტო ჩვენ, როგორც მწვრთნელებს ან გულშემატკივრებს ან ერს, თვითონ გუნდებში ძალიან გარდამტეხი როლი ითამაშეს გოგოების მედგარმა და შეუპოვარმა ხასიათმა. ამან განაპირობა, რომ ესე დრამატულად მოვიგეთ და ავიღეთ ოქროს მედალი და ვიკუთვნეთ, კუთნებული, გვეკუთვნოდა და ვიკუთვნეთ და ვფიქრობ, რომ ბრძოლა შეგვიძლია მსოფლიო ჩემპიონატზე და აუცილებლად ვიბრძოლებთ. ნავით ხშირად ვახსენებ ამ ბოლო დროს გულშემატკივრის წნეხი მე მესმის, მეც გულშემატკივარი ვარ და მეც მინდა ყველაფერი, მაგრამ ამას ზომიერი კრიტიკაც უნდა, ზომიერი შეკვეთა უნდა. თვითონ შედეგის ნაწილში მარტო არა.
თვითონ სპორტსმენებზე პასუხისმგებლობა, რომ აი ის ოქროა და შენ ოქრო ხარ და ოქროს აიღებ შენ და ესე დაბეჯითებით და დაკანონებით და ესე ჩვენ სპორტსმენებს რაღაცაში ვაქცევთ. თუმცა სპორტსმენები და ჩვენც იმისთვის ვართ, რომ ამ ყველაფერს თავი უნდა გავართვათ, რა თქმა უნდა. მაგრამ თლიანობაში მე ძალიან ბევრ გულწრფელ გულშემატკივარს ვხედავ დღეს ძიუდოს გარშემო, რაც ძალიან მახარებს და კარგად ვართ, მოკლედ მაგ ნაწილში იქ ვარ, სადაც უნდა ვიყოთ და რასაც ვიმსახურებთ, გვაძლევს გულშემატკივარი. ამ თაობამ განაპირობა, რა თქმა უნდა, ამ თაობის დამსახურებაა, რომ ეს ყველაფერი არსებობს. მოგცა ძალა, იმედი, სტიმული დავით ქევხიშვილის შექმნილ და გეგმილ დაპროექტებულია ეს ყველაფერი. ტრადიციულად მოგეხსენებათ, რომ კახეთი საკმაოდ ისეთი ფიზიკურად ძლიერი რეგიონია, საკმაოდ ჯანმრთელი ხალხი ცხოვრობს და ტრადიციები ჭიდაობის ძალიან დიდია. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოადგება თვითონ რეგიონს და მსგავსი კომფორტი ძიუდოსთვის, იქ სადაც შედიხარ და ძიუდოს სული ტრიალებს, იქ სადაც არ ჩრომა გეზარება, თბილი გარემოა, ძიუდოს გარემოა, მსგავსი შესაძლებელი არც ერთ რეგიონში არ არსებობს. და ეს არის ამ კონკრეტულად სოფლის მკვიდრის დავით ქევხიშვილის დამსახურება, ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელი გახლავთ ის მოგეხსენებათ და ვფიქრობ, რომ რეგიონებში მსგავსი დარბაზები, მსგავსი სულით და გულით, სიყვარულით შექმნილი დარბაზები ჩვენ სპორტს და ჩვენს მოქალაქეებს ისე გაზრდის, როგორც გაიზარდა დღეს ქართული ძიუდო. ჩემი შრომით, რა თქმა უნდა, მაგრამ შრომასთან ერთად უნდა ყავდეს სწორი დამრიგებელი და ეს არ არის ერთი ადამიანი, არის რამოდენიმე ადამიანისგან შექმნილი გუნდი, რომელსაც ქვია ძიუდოს ფედერაცია და ჩემი პირადი მწვრთნელი. რა თქმა უნდა, ძიუდოს ფედერაციას წარმოადგენს დავით ქევხიშვილი, ჩემი პირადი მწვრთნელი ლექსო გუნიაშვილი და ლაშა გურჯაჯიანი და ამ სამ ადამიანთან ერთად შრომამ განაპირობა ეს ყველაფერი. როდესაც უკვე ასე ვთქვათ 18 წლის გავხდი, ნაკრებში შემოვედი ოფიციალურად და ამ დროს რაღაც პერიოდები, როცა არ მქონდა საშუალება და უნდა მეშრომა ბევრი რომ მქონოდა და ჩემი აზრით რაღაც ეტაპზე გავაკეთე ჩემი გასაკეთებელი. ყოველი ვარჯიშს აქვს თავისი დრო და მაგალითად ტატემზე ვარჯიში არის დაახლოებით 2 საათი და როდესაც გიყვარს შრომა და ასე ვთქვათ არ გაქვს წარმატება და გინდა გქონდეს, როდესაც ვარჯიში რჩები და შენ ამატებ რაღაცებს და აი ეს შრომა უნდა გიყვარდეს და ასე უნდა შექმნა შენი წარმატება. რა თქმა უნდა, დღეს ვინც ვარ და რაც ვარ, ძიუდომ მომცა და ძიუდომ გამაკეთებინა ეს, პირველ რიგში მიხარია რომ ვარ ჩემი აზრით კარგი ადამიანი და სპორტი და განსაკუთრებით ძიუდო გაძლევს ყველაფერს, რომ იყო კარგი ქართველი და კარგი ადამიანი. ნაკრები რა თქმა უნდა ასოცირდება ოჯახთან, რადგან ოჯახზე მე დროს ვატარებთ ერთად. ერთი თვე რო აიღო, 2 დღე ვარ სახლში და დანარჩენი დღეები სულ ნაკრების შეკრებებზე ვართ და ჩვენ ახალი თაობა უფრო ახლოს ვართ ერთად, მაგრამ დიდი თაობისგან ვიღებთ მაგალითს და ყოველთვის ვცდილობთ რომ ვესაუბროთ ერთმანეთს და გავუზიაროთ ჩვენი აზრები და ისინიც გვასწავლიან და ჩვენც ვასწავლით. კი, 1 წლის წინ ეგრე იყო და ახლა უკვე ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ვარ და როდესაც ვიცი რომ ეს 2 ტიტული მაქვს და ჩემი მოწინააღმდეგეები შემოდიან ჩემთან და ფიქრობენ რომ ამ 2 დიდი ტურნირის ჩემპიონი ვარ, მე ვიცი რომ მათ ეშინიათ და ეს უფრო мотиваციას მაძლევს და უფრო პასუხისმგებლობით მოვეკიდები ამ მსოფლიოს ჩემპიონატს. კი, ჩვენ წარმოშობით ლაშა იმ კუთხიდან არ არის, მაგრამ სოფელი გვაქვს გვერდი და ერთი პირადი მწვრთნელი გვყავს და პატარაობიდან ერთად მოვდივართ და ერთად გავიზარდეთ ესე ვთქვათ. რა სწავლობთ? შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, მაგრამ ლაშა არის ძალიან ესე ვთქვათ განათლებული და ყოველთვის ცდილობს რომ თავისი რა გზა რაც გაიარა ის ყოველთვის გაგვიზიაროს ჩვენ და ყოველთვის გვასწავლოს.
ტატამზე იქ ყოფნა ბევრისთვის არ არის ხოლმე რა ესეთი კარგი და ვცდილობთ რომ მხოლოდ მწვრთნელებთან ერთად ვიყოთ და ლაშასთან ერთად და სხვა მეგობრებთან ერთად წინა დღეებში ვართ ხოლმე. ლაშა ზოგადად არის ძალიან პატრიოტი და ლაშამაც და მეც და ჩვენმა გუნდმა ვიცით ქართველი ხალხის ესე ვთქვათ სამოტივაციო გზები რა იყო და ერთ-ერთი არის თუ რა გზა გაიარა ქართველმა ხალხმა რომ დღეს ჩვენ ყოფილიყავით აქ და ყოველთვის ამაზე გვაქვს ხოლმე საუბარი და ეს შეჯიბრის წინ არ ხდება რა ყოველთვის ხდება ამაზე საუბარი და ამით ვამხნევებთ ყოველთვის ერთმანეთს და ჩვენ ვცდილობთ რომ იმ ჩვენს წინაპრებს რომლებმაც თავი გაწირეს საქართველოსთვის ჩვენი წარმატებით გაუტოლდეთ ოდნავ მაინც რავი ესე ძნელია თქვა ყველასგან ველოდები მედალს მაგრამ ჩემი აზრით მინიმუმ 5 მედალი იქნება 3 ოქრო უეჭველი იქნება